ხერხემლის დაზიანებით გამოწვეული პარალიზება შესაძლოა განკურნებადი გახდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მაიოს კლინიკაში პაციენტებს თავიანთივე სხეულიდან უღებენ ღეროვან უჯრედებს და ისინი ხერხემალში შეჰყავთ. სამედიცინო ცდაში 10 პაციენტი მონაწილეობს. მათგან 7-ს გაუმჯობეს და შეხებისა და ჩხლეტის შეგრძნება და მოემატა კუნთების ძალა. ამ კვლევამ გვაჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედები უსაფრთხოა და პოტენციურად სასარგებლოც ხერხემლის ტვინის დაზიანების მკურნალობაში. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს ნეიროქირურგიისა და ნეირომეცნიერების სფეროში. ერთ-ერთი პაციენტი, რომლის შემთხვევაშიც კვლევამ შედეგი გამოიღო, 2017 წელს სერფინგისას დაშავდა და წელს ქვემოთ პარალიზებული იყო. ღეროვანი უჯრედების ინექციიდან 15 თვის შემდეგ მისი მოძრაობის უნარი საგრძნობლად გაუმჯობესდა. თავდაპირველად ერთადერთი მიზანი მქონდა ჩემი სხეული მეცნიერებისთვის შემეწირა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ გამოჯამრთელებას ვნახავდი. შემიძლია თავად ვჭამო, შემიძლია ვიარო, შემიძლია ყოველდღიური საქმიანობები დამოუკიდებლად შევასრულო. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გაბედულად დგამენ ნაბიჯებს, რათა ამ დაავადებასთან ბრძოლის გზა იყონ. უთქიაგვიკში, ალასკაში 65 დღიანი პოლარული ღამეა. აქ მზე 18 ნოემბერს ჩავიდა და 22 იანვრამდე აღარ ამოვა. პოლარული ღამის განმავლობაში დღის სინათლე ალასკის ამ წერტილში საერთოდ არ იქნება, მაგრამ არც სრული წვდიადი ჩამოწვება. მთვარის შუქთან ერთად აქ ჩრდილოეთის ნათება ავრორა ბორეალისი გამოჩნდება. მას შემდეგ, რაც იანვარში მზე ამოვა, ქალაქს 24 საათიანი დღის სინათლე ექნება 2025 წლის 11 მაისამდე, როდესაც პოლარული დღე დაიწყება. ამ პერიოდში მზე საერთოდ არ ჩავა. ეს ერთადერთი ამერიკული ქალაქია, სადაც სრული პოლარული ღამე ფიქსირდება, რაც დედამიწის ღერძის დახრის შედეგია. ეს ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული კომიქსია. სუპერმენის პირველი ნომერი აუქციონზე $9,12,000 გაიყიდა. იდეალურად შენახული 1928 წელს გამოცემული კომიქსი ჩრდილოეთ კალიფორნიაში დედის სახლის დასუფთავებისას ობობის ქსელით და მტვრით დაფარული ჟურნალების დასტის ქვეშ სამმა ძმამ იპოვა. ჩვენს ვებგვერდზე შემოვიდა განაცხადი სუპერმენის პირველი ნომრისა და კიდევ რამდენიმე კომიქსის შესახებ. ბევრი მსგავსი შემოთავაზება გვხდება. სუპერმენის პირველი გამოცემის უამრავი გადაბეჭდილი ვერსია არსებობს. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში კარგი ფოტოებიც ჰქონდათ დართული. დაუყოვნებლივ ავიღე ბილეთი სან-ფრანცისკოში გადავფრინდი და პირადად ვნახე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომიქსია ყველაზე მაღალ დაცულ ხარისხში. არის ორიგინალი ბეჭდვა და მას შესანიშნავი ისტორია აქვს. შუაღამით ენოტი დაკეტილ ალკოჰოლის მაღაზიაში შეიჭრა, დაამსხვრია ბოთლები, დათვრა და სააბაზანოს იატაკზე გონება დაკარგა. სწორედ ამ მდგომარეობაში იპოვა გათიშული მძარცველი დილით მაღაზიის პერსონალმა. შემთხვევა ვირჯინიის შტატში მოხდა, ზუსტად უცნობია, რა რაოდენობის ალკოჰოლი დალია მძარცველმა. როცა ვნახე თვალებს, ისე ატრიალებდა, როგორც მთვრალი ადამიანი და ფეხზე ადგომა არ შეეძლო. ავიყვანე და უსაფრთხოდ გადავიყვანე თავშესაფარში, რომ ცოტათი გამოფხიზლებულიყო, სანამ ბუნებაში დაბრუნდებოდა.